აქ ნუ ვისაუბრებთ ზოგადად მხოლოდ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე. მე მგონი ეს არის საკითხი, სადაც მთელი ჩვენი ერი, მთელი ჩვენი მოსახლეობა არის ერთ პოზიციაზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ხელშეუხებელი, ისევე როგორც ჩვენს მიერ, ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რაც მათ შორის გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ეს არის ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის წითელი ხაზი და როდესაც ვსაუბრობთ რაიმე ტიპის დიალოგზე ან დისკუსიაზე, ეს ორი საკითხი მინიმუმ არ ექვემდებარება არც დიალოგს და არც დისკუსიას. ამიტომ თუ ვინმე კეთილის სურველი აპირებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოგბრძანებას, პირველ რიგში უნდა მას გააზრებული ქონდეს, რომ აქ პირველ რიგში უნდა აღიარებული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი არჩევანი, მათ შორის რა თქმა უნდა პირველ რიგში აქ ხედელობაში მაქვს ევროპული და ევროატლანტიკური და ამის მერე დეტალებზე ვისაუბრებ თუ იმ პროცესზე თუ როგორ იქნას უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ თქვენ მესაუბრებით, არავითარი ხელისუფლების მიერ ეს ადამიანები არ არიან მოწვეული ბუნებრივია და ვერც იქნებიან, ისევე როგორც მათი ოფიციალური რაიმე შეხვედრა არ გაიმართება. მანამ კიდევ ერთხელ მეორებ და მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეიძლება მე სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში რუსეთის რაიმე ოფიციალურ პოლიტიკურ პირებს ვესაუბრებოდე მაშინ, როდესაც ცხინვალში, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში არის ეგრეთ წოდებული რუსეთის საელჩოები. მე ამ ადამიანისგან, კალაშნიკოვია თუ სტეჩკინი არ აქვს ამას მნიშვნელობა, მე ამ ადამიანისგან არ მსმენია, რომ ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხო შეიძლება რომ რომელიმე რუს დეპუტატს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, არ გვსმენია რომ ის აღიარებდეს იმას, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ამიტომ გაჩნდა სწორედ კითხვა, ხომ არ შეიძლება დაუშვათ, რომ შემოვიდეს ეს ადამიანი. ანუ მაგალითად ლუშკოვი, რომელსაც ასევე ჰქონდა ოკუპაცია შესახებ კანონი დარღვეული, შემოვიდა საქართველოში და აქედან გამომდინარე გისვა. რაც შეეხება ინგა შემოსვლა არ შემოსვლის საკითხს. ამას არეგულირებს კანონმდებლობა და ჩვენ სწორედ იმიტომ გვინდა რომ აი ამ მოჯადოვებული სივრციდან გამოვიდეთ, ამ ოკუპაციის სივრციდან გამოვიდეთ, რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა ეფუძნებოდეს ცივილიზებულ ნორმებს და პირველ რიგში კანონმდებლობას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას. ჩვენ არ ვართ დახურული არც რუსეთის მოქალაქეებისთვის და არც სხვებისთვის. თუ ვინ შემოვა საქართველოში, ის უნდა იცავდეს კანონს. მე ვერ გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში მას შემოუშვებენ თუ არ შემოუშვებენ. მე საზღვრე ჩაიხედავს შესაბამის გრაფებში მოწვეული პირის და თუ მას დარღვეული აქვს შესაბამისი კანონმდებლობა ან არის მინიშნება ბატონო არა მას არ ესმის ბატონო დიმიტრი ხმა 2016-ში როცა იყო მოწვეული დიახ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში სლუცკი როგორ შემოვიდა მაშინო თუ თქვენ ამბობთ რომ ვისაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ ვერ შემოვა როგორ შემოვიდა მაშინ სლუცკი ასეთი არის მაგალითად დიმიტრი ლორდ-კიფაინძის შეკითხვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე გამიჭირდება კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით პასუხი გაგცეთ, მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ twins დააგვას ოკუპაციის შესახებ კანონს და ამ შემთხვევაში ნამყოფი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, 6 წლის შემდეგ თუ ის არ აღმოჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე, მას უქარწყლდება დანაშაული და მას აქვს საშუალება რომ შემოვიდეს. გარდა ამისა, სამწუხაროდ უნდა ვთქვათ და პირდაპირ რომ წინა ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გახკიოდა, რომ ესა თუ ის ადამიანი იყო მიუღებელი სახელმწიფოსთვის, არც ერთ შემთხვევაში ფაქტობრივად არ ფიქსირდება, რომ მათ შესაბამის გრაფებში, ამ პიროვნების გრაფებში აღნიშნული ჰქონოდათ და მინიშნებული, რომ ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ან სხვა ტიპის მინიშნება ყოფილიყო. ამიტომ იქ შემთხვევებში შემოდიან ადამიანები, რომლებიც ნამყოფები არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა რამდენადაც წინა ხელისუფლებამ არ გამოიჩინა სათანადო ადეკვატური მოქმედებები და არ შეიტანა ესა თუ ის ადამიანები, ანუ არ შეიტანა მათ მონაცემებში, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ქონდეთ, ჩვენ ცხადია მესაზღვრეს, რომელიც არის აბსოლუტურად მიხვება იმ ტექნიკურ ინსტრუქციებს, რომელიც მას გააჩნია, მესაზღვრე ჩვეულებრივად ატარებს და ასეთი ლაპსუსები შეიძლება ქონდეს ადგილი, მაგრამ არა ხელისუფლების ამას ამბობ თქვენ?
შესაძლებელია მეთქი მე კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ ამა თუ იმ დეპუტატზე, იმიტომ რომ წინასწარ უნდა ცოდნოდა რომ გადამემოწმები და მისი მონაცემები. კარგით, მაშინ ერთი კითხვა კიდევ თუ შეიძლება, აი ჩვენ აქ ვსაუბროთ რუსეთთან დიალოგს შესაძლებელი არ არის შესაძლებელი